ჯოჯოხეთი იწყება არქტიკაში, რადგან ტრამპმა ახლახან გრენლანდია, კანადა, დანია, რუსეთი და ჩინეთი ჯართო დაპირისპირებაში, რომელსაც ძველი პოლიტიკა თავს იკატუნებდა თითქოს ვერ ამჩნევდა. ამ სამშაბათს 2026 წლის 19 მაისს ვაშინგტონმა მკაფიო გზავნილი გააგზავნა. პლანეტის ჩრდილოეთი არ გადაეცემა მოსკოვსა და პეკინს ისე მარტივად. მაშინ როცა მოდუნებული მოკავშირეები ამერიკულ დაცვას ითხოვენ, კულუარულ გარიგებებს დებენ და თავდაცვის ხარჯებს შეერთებულ შტატებს აკისრებენ. დონალდ ტრამპი იწყებს ამ ახალ ცივ ომს არქტიკაში, ახდენს ზეწოლას გრენლანდიაზე, კანადას პასუხს თხოვს და ეროვნული უსაფრთხოების ცენტრში აყენებს ბაზებს, რადარებს, პოლარულ მარშრუტებს, მინერალებსა და სამხედრო ყოფნას. დონალდ ტრამპი აიძულებს დასავლეთს გამოიღვიძოს, მანამ სანამ რუსეთი თავის გეოგრაფიულ უპირატესობას გამოიყენებს და ჩინეთი თავის ფულს გამოიყენებს, რათა არქტიკის ყინურათა გლობალური დომინირების ახალ ფრონტად აქციოს. ახლავე ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რომ იყო კარგად ინფორმირებული, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. მოძრაობა დაიწყო გრენლანდიიდან, რომელიც დანიასთან არის დაკავშირებული და კვლავ ვაშინგტონის სტრატეგიულ სამიზნეში მოექცა. ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი არქტიკისთვის ჯეფ ლანდრი ნუუკში ჩავიდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის. მაშინ როცა ამერიკის მთავრობა ცდილობს გააფართოოს თავისი სამხედრო ყოფნა კუნძულზე. გრენლანდია აცხადებს, რომ გასაყიდი არ არის, მაგრამ რეალური საკითხი სხვაა. ტრამპმა კვლავ დააყენა დღის წესრიგში კითხვა, რომელზეც ევროპა პასუხისგაცემას თავს არიდებდა. ვინ გააკონტროლებს ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ ატლანტიკასა და არქტიკას შორის გასასვლელს, როდესაც რუსეთი და ჩინეთი დააჩქარებენ თავიანთ ყოფნას რეგიონში. თეთრი სახლი გრენლანდიას განიხილავს როგორც თავდაცვის, მეთვალყურეობისა და შეკავების მნიშვნელოვან ნაწილს. კუნძულზე უკვე მდებარეობს პიტუფიკის კოსმოსური ბაზა, ამერიკული ობიექტი ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და შეერთებული შტატები სურს გააძლიეროს თავისი ყოფნა იქ ოქროს გუმბათის პროექტის ფარგლებში, რომელიც ბირთვული თავდასხმისგან თავდაცვის სისტემაა. ეს ხსნის, რატომ არ განიხილავს დონალდ ტრამპი გრენლანდიას როგორც დიპლომატიურ დეტალს. ის მას განიხილავს როგორც შეერთებული შტატების წინაწეულ დამცავ ზღუდედ პლანეტის ჩრდილოეთში. არქტიკა გადაიქცა სამხედრო დერეფნად, მომავალი სავაჭრო მარშრუტად და სტრატეგიული რესურსების საცავად. ვისაც იქ ექნება რადარი, ბაზა, ასაფრენი ბილიკი, პორტი და ტექნოლოგია, ის უფრო ადრე დაინახავს, უფრო ადრე მოახდენს რეაგირებას და უფრო ძლიერი პოზიციიდან მოილაპარაკებებს. ტრამპმა გააცნობიერა, რომ ამ რეგიონის ნელი პოლიტიკოსებისთვის, დამოკიდებული მთავრობებისთვის და მოდურებული ალიანსებისთვის დატოვება ნატოვება ნიშნავს უპირატესობის გადაცემას შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებისთვის. კანადა ამ ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდა, რადგან ტრამპმა ასევე გადაწყვიტა ჩრდილოეთ ამერიკის დაცვაზე პასუხისგებლობის დაკისრება. პენტაგონმა გამოაცხადა პაუზა ამერიკის მონაწილეობაში ერთობლივი მუდმივი თავდაცვის საბჭოში, თავდაცვა კანადასთან ერთად. 1940 წელს შექმნილი, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში, თავდაცვის მოადგილემ ელბრიჯ კობმა დაადანაშაულა ოტავა, რომ არ მიიწევს სარწყმუნო თავდაცვის ვალდებულებებში წინ. მან ასევე განაცხადა, რომ რეალურ ძალებს სჭირდებათ თავიანთი სიტყვების მხარდაჭერა, გაზიარებული პასუხისგებლობით. ეს მოთხოვნა ეხება კანადის მთავრობის თავდაცვას. წლების განმავლობაში ოტავა ეკრდნობოდა ამერიკის დაცვას, ნორადის სისტემას და შეერთებული შტატების სამხედრო სტრუქტურას. მაგრამ ამავე დროს ცდილობდა საკუთარი ალტერნატივების მოძიებას აღჭურვილობისა და შეთანხმებებისთვის. ეხლა ტრამპი ამ წინააღმდეგობას აჩვენებს. თუ კანადა ჩრდილოეთის ძლიერ სახელმწიფოდ სურს აღიარონ, უნდა უზრუნველყოს მეტი თავდაცვა, მეტი ყოფნა და მეტი პასუხისგებლობა არქტიკაში. შვედეთი ამ დაპირისპირებაში ჩნდება იმიტომ, რომ სააბმა კანადას შესთავაზა პაკეტი, რომელიც მოიცავს 62 გრიპენის გამანადგურებელს და 6 გლობალ ლაითის თვითმფრინავს. კანადის მიერ თავისი მომავალი საბრძოლო ფლოტის გადახედვის ფარგლებში ეს წინადადება ასევე ჰპირდება სამუშაო ადგილებს კანადაში და მეტ ინდუსტრიულ კონტროლს. ტრამპის აზრით, ესეთი ტიპის მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ მოკავშირეები სურთ ავტონომია შომია შეძენისას, მაგრამ კვლავ ელიან ამერიკულ ქოლგას, როცა საფრთხე მოდის. ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი პეკინში წინ მიიწევენ მრავალპოლარული სამყაროსა და ახალ ორმხრივ შეთანხმებებზე განცხადებით. ამასობაში ვაშინგტონი აკვირდება მოსკოვსა და პეკინს, რომლებიც ცდილობენ პრეტენზიის გამოთქმას და გლობალური წესრიგის გადახაზვას, მათ შორის პლანეტის ჩრდილოეთისადმი მეტი ინტერესით. ტრამპი ხედავს ამ სულას. თუ შეერთებული შტატები ახლა არ მოახდენს ზეწოლას, არქტიკა მანევრის სივრცედ იქცევა იმ მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც უკვე სუვერენიტეტს, ენერგიასა და მარშრუტებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. რუსეთს არქტიკაში გეოგრაფიული უპირატესობა აქვს.
არქტიკის სანაპიროს დიდი ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზეა და მოსკოვი ჩრდილოეთ უკიდურეს შუქში სამხედრო სტრუქტურებს, რადარებსა და ბაზებს აძლიერებს. ჩინეთი არქტიკული ქვეყანა არ არის, მაგრამ თავს წარმოაჩენს როგორც დაინტერესებულს რეგიონის მარშრუტებითა და რესურსებით. ეს კომბინაცია ვაშინგტონს აშფოთებს, რადგან აერთიანებს რუსეთის ტერიტორიულ ყოფნას და ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესს. დონალდ ტრამპი მხოლოდ მოკავშირეებს არ აბრაზებს, ის აიძულებს დასავლურ ალიანსს, რომ ლამაზი საუბრის ფარგლებს გასცდეს. გრენლანდია ცდილობს უზრუნველყოს თვითგამორკვევა, დანია კი ცდილობს თავიდან აიცილოს დაძაბულობა ვაშინგტონთან. კანადა მეტ დამოუკიდებლობას ისურვებდა გადაწყვეტილებების მიღებაში. ნორდიკული ქვეყნები კი ცდილობენ დაიცვან თავიანთი სტრატეგიული სამეზობლო. მაგრამ დონალდ ტრამპი ყველას ერთსა და იმავე ფაქტის წინაშე აკენებს. ამერიკული ძალის გარეშე არქტიკაში ბალანსი სუსტდება. კრიზისი ასევე აშკარად აჩვენებს განსხვავებას ლიდერობასა და კრიზისის მართვას შორის. ევროპული მთავრობები როგორც წესი რეაგირებენ განცხადებებით, შეხვედრებითა და დაპირებებით. დონალდ ტრამპი პასუხობს იმით, რომ ამ თემას უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში აკენებს. მან იცის, რომ თანამედროვე ომი ასე უბრალოდ არ იწყება, მხოლოდ მაშინ, როცა რაკეტა გაეშვება. ომი იწყება მაშინ, როცა მარშრუტი იცვლება. როცა ბაზა იქმნება, როცა სატელიტი იწყებს მეთვალყურეობას, როცა პორტი სამხედრო მნიშვნელობას იძენს და როცა რომელიმე ზესახელმწიფო ამჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მოდუნდა. არქტიკის ისტორია აჩვენებს, რატომ არ ყოფილა ეს რეგიონი არასდროს ცარიელი. ცივი ომის დროს შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა ჩრდილოეთი გამოიყენეს როგორც გაფრთხილების, მეთვალყურეობისა და შეკავების სივრცე. ნორადი სწორედ ამ კონტექსტში შეიქმნა რადარებით, რომლებიც მზად იყვნენ გამოევლინათ საფრთხეები, რომლებიც ორ ზესახელმწიფოს შორის ყველაზე მოკლე გზით მოდიოდა. შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის თავდაცვის საბჭომაც ხელი შეუწყო კონტინენტური დაცვის ამ ლოგიკის შენარჩუნებას. ეხლა დონალდ ტრამპი ამ სტრუქტურას ცვლის, რადგან სჯერა, რომ ძველი მოდელი ახალ დაპირისპირებაში საკმარისი აღარ არის. დონალდ ტრამპის ეს ნაბიჯი შიდა პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია. ის ამერიკელ ამომრჩეველს უჩვენებს, რომ თავდაცვის ხარჯი ყოველთვის ერთსა და იმავე მხარეს ვერ დაეცემა. თუ მოკავშირეებს სურთ დაცვა, მათ უნდა აიღონ ხარჯის ნაწილი საკუთარ თავზე. თუ სურთ ავტონომია, უნდა აჩვენონ შესაძლებლობა. თუ სურთ მოლაპარაკება ვაშინგტონთან, უნდა გაიგონ, რომ ტრამპის შეერთებული შტატები აღარ დათანხმდება იყოს უფასო სამხედრო დაზღვევა, მღვევა, მაშინ როცა სხვა მთავრობები დამოუკიდებლობის შესახებ საუბრობენ. გრენლანდია გახდა ამ დაპირისპირების ყველაზე თვალსაჩინო სახე, რადგან ის იმ წერტილში მდებარეობს, სადაც ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ჩრდილოეთით ერთმანეთს ხვდებიან. ამ რეგიონში ამერიკის გაძლიერებული ყოფნა აუმჯობესებს მეთვალყურეობას, აძლიერებს სამხედრო რეაგირებას და ზეწოლას ახდენს რუსეთსა და ჩინეთზე, სანამ ისინი არქტიკას საკუთარ გავლენის ზონად გადააქცევენ. ეს არის გადამწყვეტი ნაწილი დასავლეთის თავდაცვის რუკაზე. კანადამაც იცის, რომ ზეწოლა არ გაქრება. თავდაცვის საბჭოში პაუზა ავტომატურად ალიანსის დატოვებას არ ნიშნავს, მაგრამ ეს მკაცრი გაფრთხილებაა. ვაშინგტონი ხელახლა აფასებს ძველ ფორუმებს, რათა გაიგოს კვლავ ემსახურებიან თუ არა ისინი ჩრდილოეთ ამერიკის რეალურ დაცვას. ტრამპი ამ უხერხულობას იყენებს. როგორც ინსტრუმენტი, ის მოკავშირეებს კომფორტის ზონიდან გამოჰყავს და აიძულებს თითოეულ მთავრობას გადაწყვიტოს მხოლოდ წუწუნი სურს თუ რეალურად სამხედრო ტვირთის ტარება. დანია ცდილობს დააბალანსოს სუვერენიტეტი ურთიერთობა გრენლანდიასთან და ატლანტიკური ალიანსისადმი დამოკიდებულება. მაგრამ ამერიკული ზეწოლა ამცირებს სივრცეს არაერთ მნიშვნელოვნებისთვის. კოპენჰაგენი შეიძლება წინააღმდეგობას უწევდეს დონალდ ტრამპის სტილს, მაგრამ ვერ უგულებელყოფს იმას, რომ არქტიკა დიდი ძალების დაპირისპირების ობიექტი გახდა. თავად დანიამ ბოლო წლებში გააძლიერა სამხედრო ინვესტიციები რეგიონში, სწორედ იმიტომ, რომ იცის, საფრთხე წარმოსახვითი არ არის. რაც ახლა ხდება, ეს რთული მოლაპარაკებების ეტაპია. გრენლანდია გააგრძელებს იმის განცხადებას, რომ გასაკიდი არ არის. დანია შეეცდება თავისი პოზიციის დაცვას. კანადაზე ზეწოლას მოახდენენ, რომ მეტი დახარჯოს და უკეთ გადაწყვიტოს თავისი თავდაცვა. რუსეთი და ჩინეთი შეეცდებიან ერთიანობის ჩვენებას. ჯოჯოხეთი იწყება იმიტომ, რომ დონალდ ტრამპმა არქტიკა დიპლომატიის პერიფერიიდან ამოიღო და ეს რეგიონი თანამედროვე ცივი ომის ცენტრში მოაქცია. ეხლა დაპირისპირება გადის ნუკზე, ოტავაზე, კოპენჰაგენზე, მოსკოვსა და პეკინზე და ვაშინგტონიდან გამომავალი გზავნილი პრაქტიკაში მარტივია. ვინც ჩრდილოეთში სუვერენიტეტზე, ალიანსსა და უსაფრთხოებაზე ისურვებს საუბარს, მოუწევს ასევე ისაუბროს ძალაზე, ბაზაზე, დაცვაზე, ფულზე და ამერიკულ ყოფნაზე. მე ვარ მილსონ ალუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია სიმართლით. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.